კვლევის აქცია მუნიციპალიტეტის მერიაში კი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ძუძუ, საშულოსნო წყლის და მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგული კვლევებით უფასოდ ესარგებლა. საინფორმაციო შეხვედრა და სკრინინგ აქცია საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. 2008 წლიდან მოქმედებს კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა. ბევრ ქვეყანას ამის ფუფუნება არ აქვს. საქართველოს მოახერხა და ეს მუშაობს და მუშაობს საქართველოს უკვე მთელ ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს ძუძუს, საშულოსნო წყლის, მსხვილი ნაწლავის და პროსტატის კიბოს სკრინინგს. პროგრამა უფასო არის მოსახლეობის გარკვეული ასაკობრივი ჯგუფისთვის, ვიზეც გათვლილია ეს პროგრამა. მოსახლეობა შესაძლებლობა ექნება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული გამოკვლევებით ისარგებლოს. ასევე მერია შეიმართება მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მაქსიმალურად გავაჟღერებთ იმ ძირითად მესიჯებს, რომელიც კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის ეროვნული კამპანიის ფარგლებში არის შემუშავებული ჯანდაცვის ექსპერტების მიერ. სწორედ ლანჩხუთი მასპინძლობს კიბოს სკრინინგის ეროვნულ კამპანიას და მე მოუწოდებ მოსახლეობას, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ კამპანიაში, გაუფრთხილდნენ თავიანთ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ მათი ჯანმრთელობა საწინდარია ჩვენი ნერვული მოკვლევის.